დღეს მე ვესტუმრე ჩემს ძალიან კარგ მეგობარს, ასევე უძრავი ქონების პროფესიონალს ზურაბ ერისთავს. და მისი ოფისი არის აი ამ შენობაში. აი ამ სივრცეს აქვს ძალიან მაგარი ისტორია. აქ თურმე ეს არის ჩემი ოფისი, რომელიც თავის დროზე იყო ჩემი სახლი, აქ დავიბადე რუსთაველზე. რესპუბლიკის მოედანი პირდაპირ. აი კარი ედისონის ასტუმრო არჩას ბნელა. ხო და მოკლედ აი აქ დაიწყო ეს ჩვენი ისტორია. რომელ წელს დაარსდით? 17 წელი არ ხო. აკრეთ. კომპანია Rentalsi დავიწყეთ. და ეხლა გვაქვს ორი კომპანია, Rentalsi და Eristavi Estates. Eristavi Estates, მახსოვს. Eristavi Estates მე მგონი 5 წლის წინათ ჩამოყალიბა თუ? არა, 2 წელიწად ახევრის წინ და სხვათა შორის შენი დიდი დამსახურება Eristavi Estates-ი როქია, იმიტომ რომ Eristavi Properties ვარკვევდი და შენ მირჩია Eristavi Estates-ი და. აი, კარგად როგორ ვიჩეკით და ვჭობდით. ძალიან კარგად მახსოვს. რა მაგარი დრო იყო. აი ეს ფრესკა როგორ? რემონტს რო ვაკეთებდით აი ამ ოთახისას და ესეთი უნდა ყოფილიყო როგორც სხვა კედლებია. უცებ აი ამ კედელს დავეტაკეთ და მივხვდი რომ რაღაცა UNESCO-ს საიტი ჰქონდა. უნდა დარჩეს. ეს 150 წლის და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამ ფორმით დაგვეტოვებინა და საერთოდ მაგარი ძალიან კაი ენერგია არის აქ რო შემოვედი ეგრევე ვიგრძენი აი ძალიან დადებითი ენერგია და მუხტი აქ. და როგორც ვიცი შენ გაქვს სხვა ოფისი, გინდოდა გადასვლა, მაგრამ თანამშრომლებმა უარი გითხრეს. ვაკეში გინდოდა გადასვლა და თანამშრომლებმა გაგვიპროტესტეს. გაჭედეს. ხო. ქართულად რო. და ქართულად რო და მარტივად კატეგორიულად უარი გითხრეს. ასე რომ დავჭით რუსთაველზე, ჯერჯერობით აქ ვარ. და იქ რა ხდება ახლა იმ ოფისში? ან გავყიდი, ან გავაქირავებ, ნახოთ. ეს არის ჯულიეტას აივანი, ეგრეთ წოდებული თუ ასეთ წოდებული? ასე ვეძახი. ხან ვინძორების აივანს ვეძახი. აჰა, ვინძორებისაც კარგია. აქედან ასეთი Royal Waves ვაკეთებთ ხოლმე. მაგარია და კაი ხედებია თან და თელი სიცოცხლე ჩქეფს. შეიძლება იჯდე მთელი დღე და უცქი რომ აი ამ აივნის გამო არ მოდიან ხალხი ვაკეში. მესმის ამ ხალხის შეიძლება მეორე ოფისი გადავიტანო Eristavi Estates-ის იქ. ხო, რატომაც არა. კი. აი ამას შეხედე გიზო, ეს არის ჩვენი გარიგებები, ხო? ხო, რა ნაწილი რაც დიდი გარიგებების. მნიშვნელოვანი გარიგებები. ეს შენობა არის ეგრეთ წოდებული ჭავჭავაძის 64 CH64. აი აქ შევიყვანეთ ევროკავშირის საელჩო. 3 სართული მივაქირავეთ. 1 სართული მივაქირავეთ ევროსაბჭოს. 1 სართულ ნახევარი იაპონიის საელჩოს. და 1 სართული კორეის საელჩოს. Ex Hilton Garden-ის შენობა, ხო? Garden Inn ეს ნაწილი და ეს არის ეგრეთ წოდებული CH64. ეს არის ეგეთი შენობა Hillside Residency, რომელიც დღემდე ჩვენ პორტფელში ყველაზე დიდი შენობაა გაყიდული 8800 კვადრატული მეტრია. აი ეს არის Procredit Bank-ის ცენტრალური ოფისი და ამისი ბოლო 2 სართული ჩვენ მივაქირავით Heidelberg Cements. სხვათა შორის ამას წინათ შევხვდი საერთოდ შემთხვევით ერთ ადამიანს, რომელიც ძალიან დადებითად და კარგად საუბრობდა შენზე, თუ როგორ დაეხმარე უძრავი ქონების გაყიდვებში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგარი რაღაცა. ყველაზე მეტად ეს მიყვარს. ხო. აი ეს იყო 20 წლის განმავლობაში ევროკავშირის საელჩო, ზურაბ ჟვანიას გახსნილი. და აქედან დიდი როქი გავაკეთეთ, აქედან ევროკავშირის საელჩო გადავიყვანეთ ჭავჭავაძის 64-ში. ეს შენობა მივაქირავეთ და მერე მივყიდეთ გერმანიის საელჩოს. ეს იყო კატარის შენობა, კატარის საელჩო მიყიდა და მერე შენი ერთ-ერთი სპეციალობა არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საელჩოებთან მუშაობა. ასე ჩამოყალიბდა. აი ესეც ძალიან მიყვარს ეს პროექტი. ეს არის რუსთაველზე ბოიგარსი, აი მერიოტის შენობასა და რუსთაველის თეატრს შორის აი ეს სამსართულიანი ძალიან მაღალი კლასის ბუთიკი. ძალიან ლამაზი მისამართიცაა კი. ძალიან მოუხდა რუსთაველს. ეს იყო ბინა, ხო, თავის ეს თავის დროზე ბინა იყო, რომელიც ეხლა უკვე ოფისად ჩვენი წელი ოფისად გამოიყენება. რას იმშვენიერია. ეხლა ავიდეთ და ნახოთ. წავედით ახლა რუსტოპები. ჩვენი ლეგენდარული რუსტოპები, ხო? საიდანაც დავიწყეთ მეგობრობა. კი, ასეა. ჩვენ დაგვაქვს ახლა ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პენტჰაუსი, ხო? თბილისში.
მე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველაზე უნიკალური, იმიტომ რომ აი ეს განათებულს რასაც ხედავთ, ბოლო ფანჯრები, მთელი 2 წება, ეხლა უბრალოდ ეს ჩვენი მარკეტინგული ნაბიჯია, რომელიც ჯერ ბოლომდე არ მივიყვანეთ, 2 დღის წინ დავიწყეთ ამის გაკეთება, მთლიანად გამონათდება ბოლო 2 სართული და პლუს სახურავის ტერასა, ეგრეთ წოდებული rooftop ტერასა. აი ამ შენობის ბოლო 2 სართული, რასაც ხედავთ და მესამე სართული, რომელსაც ვერ ხედავთ, იმიტომ რომ შიგნით არის შეწეული, ეს მთლიანად იყიდება. ეს არის 2 ბინა, ჯამში 1400 კვადრატული მეტრი და ცოტა მეტი, საიდანაც ერთი არის 815 კვადრატული და მეორე არის 650. შემდეგი გაჩერება გვექნება იმ ტერასაზე, საიდანაც მთელ თბილისს დავინახავთ. წავედით. რუსთაველი რეზიდენს. კი ბატონო. აქ ყველგან კამერები გვაქვს, განათებული სადარბაზო, ესეთი ფართო, კლასიკური სტილია, როგორც ხედავ ეს. ეს არ არის სუპერთანამედროვე ობიექტი, ეს უფრო კლასიკურისკენ გადახრილია. ესეთი ჭაღებით. ესეთი სხვათაშორის ორინაირი ტიპის კლიენტებს ხვდებით, ვისაც ასეთი ტიპის არქიტექტურა მოსწონდა, სხვას არ განიხილავს და მეორე, რომლებსაც უნდათ floor to ceiling windows, მთლიანად ვიტრაჟულები. ეს ორი განსხვავებულია და ერთმანეთთან თანაკვეთა პრაქტიკულად არ არის. წარმოიდგინე ზურა ყოველ დღე, როდესაც ადამიანი იღვიძებს აქ და ყოველ დღე, როდესაც ადამიანი იძინებს აქ და ხედავს ამ დიდებულ ხედებს. და ნუ ეს არის რაღაც ბედნიერება, შეიძლება ეს ადამიანები საერთოდ არ კვდებიან, იმიტომ რომ ეს მოკვდავებისთვის არ არის ხო მთლად. ეს მართლაც ცოტათი უკვდავი ხალხისთვის არის. კი, ცოტათი უკვდავი ხალხი, რასაც ამერიკელები ეძახიან $1 million views. აი ეს არის $1 million views. როდესაც თქვენ ხართ on the top of the world, ხედავთ განუმეორებელ პანორამას, მთელი თბილისი თქვენს. აი სხვათაშორის ეხლა საერთოდ შენ კამერა გაქვს მიშვერილი, იქ ძალიან კარგად ჩანს ყინვარწვერი დღის განმავლობაში, ანუ ხაზბეგიც კი ჩანს აქედან ძალიან კარგად. ყველაფერი მოსჩანს აქედან და შეიძლება აი პრეზიდენტის სასახლე, სამება, ძველი თბილისი და არანაკლებ საინტერესოა მოდადი. აი ესეთი პანორამული rooftopია, ტერასა. სპეციალურად ამოვედით დღის, ანუ ღამის ამ დროს, რომ გვეჩვენებინა თბილისის მთელი სიდიადე და სილამაზე და ის ყველაფერი თუ რა არის აქ შემოთავაზებაში. აი ასეთი ხედები. ეს უკვე მთაწმინდა და სოლოლაკი. ამაზე წერდა ჩვენი ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსებს და თქვენს გაქვთ იგივე შესაძლებლობა, რომ ასევე შეგხსნათ ლექსები, ხო? თანამედროვე დროს. ეხლა სადაც ჩვენ ვართ, ეს ბინა არის 815 კვადრატული მეტრი, საიდანაც 255 კვადრატული მეტრია ეს ტერასა 360 გრადუსი. ხო, 360 გრადუსი ზუსტადაც. ეს ზუსტადაც რომ ხელნაწერი უძრავი ქონების ობიექტია, მე მგონი ასეთი რამ თბილისში არც არის დღესდღეობით გაგიგვაში. ეს პარლამენტის შენობა. პარლამენტის შენობა. თუ გინდათ რომ დააკვირდეთ მთავრობის მუშაობას, შეგიძლიათ აქედან ზემოდან უყუროთ. ერთ-ერთი იმათთაგანი იქნებით, რომელიც მთავრობის მუშაობას ზემოდან დააკვირდებით. ვიდეო აი სული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთი ხედი არც ერთ შენობას არ აქვს თბილისში. ასეა. აი შეიძლება რომელიღაც მხარეს რაღაც შენობას კონდეს ლამაზი ხედი, მაგრამ აი ასეთი 360 გრადუსიანი ხედი, აი ყველა მხარეს ერთბაშად არც ერთ შენობას არ აქვს შეთანხმება თბილისში. აშვეთი ყველაფერი არის აქ. განუმეორებელია.